განწყობა და განცხადებები რა გითხრათ, ამ წუთას საჰაერო განგაში ჩაერთო უკვე კიევის ოლქში, ვინაიდან კიევში ალბათ უკვე იყო საჰაერო განგაში და ეს არის ალბათ ყველაფრის მიმანიშნებელი იქითკენ საითკენაც მიდის ეს მოლაპარაკებების, ასე ვთქვათ, პირველი ფაზა, მე ასე ვთქვი. განწყობა სხვადასხვანაირია აბსოლუტურად, ზოგი ფიქრობს აი ამ მოლაპარაკების გაგრძელებას, რაღაცა მიზეზების, რაღაცა საფუძვლის ნახვას იმისათვის, რომ მოლაპარაკება გაგრძელდეს, ზოგი მიიჩნევს საერთოდ მიუღებელს იმ პირობებს, იმიტომ რომ აი რა გითხრათ ახლა, ის პირობები, რომელიც ფორმალურად გახმოვანებული არ ყოფილა არსად, მხოლოდ ის ლიქს რო იძახიან, ასე ვთქვათ, არაოფიციალური ვერსიები ვიცით თითქოს და პრესამ რაღაც გაიგო, თითქოს ვიღაცა ოფიციოზმა რაღაც განცხადება გააკეთა, ხან ევროპელების მხრიდან, ხან ამერიკელების მხრიდან, მაგრამ რეალურად აი ეს პუნქტები, რომელიც იყო შემოთავაზებული, რომელსაც ეძახიან, ასე ვთქვათ, მშვიდობის ან ცეცხლის ან ომის შეწყვეტის გეგმას ამერიკელების მხარე, ჯერჯერობით ფორმალურად ცნობილი არ არის. ყოველ შემთხვევაში ის რაც გახმოვანდა, ის რამოდენიმე პუნქტი იძახიან 7 პუნქტი, ამ პუნქტიდან ჩამონათვალიც არსებობს, პრაქტიკულად ყველა პუნქტი მიუღებელია. საერთოდ არა მხოლოდ უკრაინელებისთვის, არამედ მე თუ მკითხავ კაცობრიობისათვის და საერთოდ ასე ვთქვათ მყარი ლოგიკისთვის და საერთაშორისო სამართლის და არ ვიცი მე რა კიდე დასაბუთება და რა აზროვნება ჭირდება იმას, რომ დღეისათვის პრეცედენტების შექმნა ისტორიაში იმისა, რომ ანექსირებული ტერიტორია დაუკანონდებს ერთ ქვეყანას მეორეს ჩამოერთვას ტერიტორია და ეს მოხდეს, ასე ვთქვათ, ნებაყოფლობით, საერთოდ წარმოუდგენელი მომენტია. შეუძლებელია იმაში არ დაგეთახოთ, მათ შორის პირველ რიგში ქართველებისთვის, საქართველოსთვის სრულიად მიუღებელი იქნებოდა ეს აბსოლუტურად გეთანხმებით. ტერიტორიული მთლიანობის პრობლემები და ამ პრეცედენტის შექმნა სრულიად წარმოუდგენელი. არა მარტო ჩვენთვის, საერთოდ საღად მოაზროვნე კაცობრიობისათვის მე ვეთქვით, იმიტომ რომ მაგრამ მოდით ომის ფაქტორის სამართალი და საერთაშორისო კანონმდებლობა უზრუნველყოფს. ომის ფაქტორის გათვალისწინებით სიტუაცია არის ასეთი, რომ რუსეთი აგრძელებს ომს, უკრაინა თავს იცავს, ერთი წლით გაგრძელებული არის ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ჯერ კიდევ ბაიდენის ადმინისტრაციის დროს შემოღებული სანქციები რუსეთთან მიმართებაში, ასევე ჯერ კიდევ რამდენიმე თვის მარაგი ამერიკული შეიარაღების მეტნაკლებად, მაგრამ მაინც გარანტირებული არის უკრაინისათვის, მაგრამ ამერიკის ახალი ადმინისტრაციის გადაწყვეტილება, რომელიც აშკარად უკვე მომწიფებულია, დისტანცირდეს ამ პროცესისგან, როგორც მინიმუმ მოლაპარაკებების პროცესისგან, ორ შესაძლო ვარიანტს და ვერსიას აჩენს პერსპექტივაში. ერთი, რომ ამერიკელები მართლაც უბრალოდ გაიწევიან და ყველა სახის დახმარებაზე იტყვიან უარს და მთლიანად ევროპას გადააბარებენ უკრაინის გვერდში დგომას, მეორე, რომ ამერიკელები გაიწევიან, მაგრამ შესაბამისი ფინანსური დაინტერესების შემთხვევაში ევროპელებისა და უკრაინელების მხრიდან არ შექმნიან ხელოვნურ ბარიერებს ამერიკული შეიარაღების შესყიდვაში, საჭირო შეიარაღების შესყიდვაში. აი, ამ ორ ვერსიას შორის თქვენ რომელს უფრო მიიჩნევთ რეალისტურად და უარეს შემთხვევაში ამერიკელებმა იარაღიც რომ აღარ მიყიდონ უკრაინას, უკრაინა შეძლებს თუ არა ევროპელების დახმარებით ეფექტურად თავის დაცვის გაგრძელებას წლების განმავლობაში? გიორგი, ბუნებრივია, რომ ამერიკელების დახმარების გარეშე ძალიან გაჭირდება. ძალიან დამძიმდება სიტუაცია, იმიტომ რომ ნებისმიერი იარაღის მოწოდების შეწყვეტის ფაქტი იქნება რეალურად ასახული ოპერაციების მსვლელობაზე და საბრძოლო მოქმედებებზე. რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ამერიკელები კონკრეტულად, ესე ასე ვთქვათ, ორ ნაწილად და სამ ნაწილად და რაღაცა ფაზებად გაყოფა ძალიან ძნელი იქნება, იმიტომ რომ შეიძლება
ყველა ესეთი ეტაპი რაღაცა დროის პერიოდში იქნეს განხორციელებული. ჯერ მოხდეს ესე, შემდეგ მოხდეს ესე, მაგალითად ჯერ მოხდეს მათი გასვლა, შემდეგ მოხდეს მათ მიერ იარაღის არმოწოდება, შემდეგ შეიძლება მოხდეს მათ მიერ ევროპელებისათვის იარაღის უკრაინაზე მიწოდების ასე ვთქვათ შეწყვეტა ან აგრძალვა, მიწოდების აგრძალვა თუნდაც იმ შეერაღებისა, რომელშიც ამერიკული ასე ვთქვათ კომპონენტები არის და ასე შემდეგ. ეს იგი მრავალი ფაზა იქნება, მოსალოდნელია მრავალი ფაზა, რომელიც ნუ არ ვიცი, აგრესორს ხელს შეუწყობს საბრძოლო მოქმედებების გაგრძელებისათვის. ნუ ფაქტია, დღეს ფაქტია უკვე ის, რომ ევროპისთვის აბსოლუტურად მიუღებელი არის აი ის ეს არ მაქვს ლაპარაკი მე უკრაინელებისთვის, ევროპისთვის მიუღებელი არის თვითონ პრინციპი იმისა, რომ აგრესორს მიეცეს საშუალება ან გააგრძელოს საბრძოლო მოქმედებები, ან თუნდაც ის, რასაც მიაღწია, ის დაუკანონდეს. ამიტომ აქ რაღაცა სხვა გამოსავალია მოსაძებნი, რაღაც ასე ვთქვათ შეიძლება ეს გამოსავალი, შეიძლება ეს ასე ვთქვათ რაღაცა პირობების გამოყენება უკრაინელების მხრიდან და შემდგომ მოხდეს რაღაც შემდგომი მოლაპარაკებები, მაგრამ დღეისათვის მაგალითად თვითონ უკრაინელებსაც მე მაგალითად უკრაინელების სტრატეგიას ვერ ვხედავ, უკრაინელების პირობებს ვერ ვხედავ უკრაინელების და ევროპელების ასე ვთქვათ ერთსულოვნებას პირობების ასე ვთქვათ წაყენებაში ან მათ რაღაცა ასე ვთქვათ სტრატეგიული გეგმის ჩამოყალიბებაში. ნუ რასაც თქვენი ძახით აბსოლუტურად მართალია, რომ ჩვენ შეიძლება რაღაც ასე ვთქვათ ვიწინასწარმეტყველოთ ან ლოგიკური ასე ვთქვათ საღი ლოგიკიდან გამომდინარე რაღაცა დასკვნები გავაკეთოთ, მაგრამ ისევ და ისევ რუსეთთან მოლაპარაკება ერთი წამით გაგაწყვეტინებ და ეს თავად ხო არ არის სტრატეგია მაგალითად უკრაინის, რომ პრეზიდენტ ტრამპის ხასიათის სპეციფიურობიდან გამომდინარე, რომ ბოლომდე მიუშვას და აცალოს პუტინთან ურთიერთობების გარკვევა, რომელიც ვერაფრით ვერ გაირკვევა, იმიტომ რომ თუ კი ვინმეს აქვს სტრატეგია ჩამოყალიბებული, პუტინს აქვს, მას უკრაინა მთლიანად ჭირდება, თუ მთლიანად ოკუპირებული არა, მისი გავლენის ქვეშ მისდამი ლოიალურად განწყობილი მარიონეტი მთავრობის პირობებში. მას ეს სტრატეგია განსაზღვრული აქვს ევროპაზე დომინირებისთვის, ამერიკის გავლენების რაც შეიძლება შესასუსტებლად, ხო? ტრამპი რა პოლიტიკას თამაშობს, ცოტა რთული ასახსნელი შეიძლება იყოს, ზოგი პოულობს აქ გარკვეულ ლოგიკურ მიმართებას და სტრატეგიას. უკრაინამ შეიძლება პირიქით ფიქრობს, მაგალითად პრეზიდენტი ზელენსკი, რომ ზედმეტად არ შევიდეს თავის ისეთი აფიო როგორ ავთქვათ ამას, აი დაახლოებით იგივე არ განმეორდეს, რაც მაგალითად ოვალურ ოფისში მოხდა თავის დროზე და აცალოს მიუშვას, რომ ეს ყველაფერი თავისთავად დამთავრდეს ისე, რომ მაინცა და მაინც ყველაფერში უკრაინის დადანაშაულება შესაძლებელი არ იყოს. შეიძლება რომ ასეთი რამ ხდებოდეს ახლა სინამდვილეში. ნუ ვიცით რა არის ძალიან ღრმად შევიჭრებით თუ ესე ვიფიქრებთ უკრაინელებს ესეთი ასე ვთქვათ წინ და ღრმად ჩახედული სტრატეგია არ ამგონია გქონდეთ. აქ რეალურად საუბარია იმაზე, რომ დღეს ყველა კრიტიკა შეერთებული შტატებიდან გამომდინარე იმ მხრიდან, ასე ვთქვათ, წარმოჩენილი, რომელსაც ტრამპი ახმოვანებს, რომელსაც მისი, ასე ვთქვათ, გუნდი ახმოვანებს, სულ ზელენსკის კრიტიკაში არიან. აქ არ ყოფილა არც ერთხელ ის შემთხვევა იმისა, რომ აი მაგალითად თუნდაც რუსული მხარე მე აღარ მაქვს ლაპარაკი და საუბარი იმაზე, რომ პუტინის მიმართ ყოფილიყოს რაღაცა კრიტიკა გამოთქმული. არის გამოდმებით ზელენსკის მიმართ. მე არ მგონია ეს იყოს სტრატეგია ზელენსკის გუნდისა, ვინაიდან ამდენი უარყოფით ნეგატიური და ასე ვთქვათ საბოლოო ჯამში ასე ვთქვათ ჩაგდებული მოლაპარაკებები ისევ და ისევ ზელენსკის დაბრალდება. უბრალოდ ერთგვარად მე ვთვლი, რომ ერთი დიდი შეცდომა არის ზელენსკის და მისი გუნდისა, რომ მათ ვერ მონახეს, ასე ვთქვათ, საკმარისი საერთო ენა დღევანდელ ადმინისტრაციასთან, შეერთებული შტატების ადმინისტრაციასთან, რომ აი ეს ასე ვთქვათ ხმამაღალი კრიტიკა თუნდაც არ იყოს ესეთი ხმამაღალი. შეიძლება მოლაპარაკებები იყოს რაღაცა კარს მიღმა მოლაპარაკებები, რაღაც დახურულ ოთახში, საიდანაც ინფორმაცია არ გამოვა, მაგრამ დღეს ინფორმაცია არ გამოდის რა ხდება ამ მოლაპარაკებებზე, მაგრამ გამოდის მთლიანად ნეგატივი, ეს ნეგატივი არის ამერიკელების მხრიდან უკრაინის მიმართ.
ანუ ესეთი ნეგატივით მე მგონია რომ უკრაინელების ხარეს ძალიან გაუჭირდებათ შემდგომ მოლაპარაკებების წაყვანა შეიძლება ერთადერთი გამოსავალი რომელსაც თქვენ ძახით რომ თავისი ძალებით რაღაცას მიაღწიონ ევროპელების დახმარებით მაგრამ დღეისათვის რომ ტრამპის ადმინისტრაციასთან და ტრამპთან აუცილებელია საერთო ენის მონახვა ეს ფაქტია ისევე იმ ოვალურ კაბინეტში შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი და გახდა აშკარა რომ დღეს უნდა დაველაპარაკოთ მათ და უნდა გქონდეს რაღაცა ასე ვთქვათ შეხების წერტილები დღეისათვის შეხების წერტილებს მე ვერ ხედავ გამომდინარე იქიდან რომ აი ეს წითელი ხაზები რომელიც დღევანდელ უკრაინულ ხელისუფლებას გააჩნია ეს არის მკაფიო წითელი ხაზები რომელიც იქითაც სახელმწიფო ჩინოვნიკებს და პატრიოტებს და ერისშვილებს ძალიან გაუჭირდებათ რაღაც გადაწყვეტილებების მიღება რომც მოუნდეთ ესეთი გადაწყვეტილებების მიღება მე არ მგონია აქ საზოგადოებამ გაატაროს პარლამენტმა გაატაროს და რაღაცა ლეგიტიმურობა მიიღოს ასეთმა ხელმოწერებმა გადაწყვეტილებებმა ამიტომ ისევ და ისევ მოლაპარაკები და ისევ რაღაცა საერთო ენის მონახვა და შემდგომში უფრო ასე ვთქვათ რა ვიცი რაღაც ჭკვიანური გამოსავლების მოძებნა დღეს მოიტყვიან ჩიხშია პროცესი სხვა შორის ეს სიტყვები გამოიყენა კიდეც პრეზიდენტ ტრამპის პრეზიდენტმა ერთ-ერთ ბოლო განცხადებაში და აღწერ სიტუაციას